მოგესალმებით მეგობრებო, გრიპის კლანჭებშია გურამი ჩვენი ძმაკაცი, მაგრამ დაუსხლდება როგორც იქნა ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ სამდაკოს. კი არაფერი ეს მელაჩ ნოპრიატნა აგერ ჩვენ აღმოაჩინეთ ფეიკი რომელიც მემეხება. უბრალოდ ფეიკი ისეთი ძალიან დაბალი დონისა რომ აესღა დარჩათ ამ ვირიშვილებს თხოვთ ვირიშვილებს. ამ ფეიკით წადეს ის რომ აიო როგორი მატყუარები არიანო. არა, ჩემზე თქვეს რომ მატყუარაც კი არ არისო, აი ვერ ერკვევა საერთოდ რას ლაპარაკობს. ხო და ანუ პროპაგანდაო ისეთია რომ ანუ ხოცები ისეთ დებილები არიან რომ აი ესეთ რაღაცას ამბობსო და ამას უჯერებენო. ხო, ძალიან კარგად არის გაკეთებული ჩვენს მიერ ხილება და მცირეა და გაუშვა. სადაა ფაქტ ჩეკერი? კი ბატონო. მოკლეს პოლონელი ევროპარლამენტის წევრი, იცი ეს ამბავი, ახალი ამბავია, გადარჩა. ეს როლე? კი, ჩაცხრილეს მანქანა, მაგრამ მანქანაში არის და ბრიუსელში კი მოკლეს პოლონელი ევროპარლამენტის წევრი, იცი ეს ამბავი, ახალი ამბავია, გადარჩა. ეს როლე? კი, ჩაცხრილეს მანქანა. მოკლედ, თავიდან ვამბობ რომ კინაღამ მოკლეს, ამოჭრეს სიტყვა კინაღამ და მეიძახი რომ მოკლეს, მაგრამ მე უკვე ხო ის ხალხი ის ხალხი ვინც ახლა დამოუკიდებელ ფაქტ ჩეკერებს ეძახის თავს ესეთ რაღაცაზე წესით უნდა აქამდე უნდა მოეხდინათ რეაგირება, მაგრამ არც ახლა არის გვიანი ხამბაშიძე არის ვიღაცა ჩმორი რა. აუტოპჩლე ვიცნობ დაჟე. ტოპ კოკი, ხო. ხო და თავისუფლად არ გამოდის, ანუ პურზეც არ ჩადის და სახში ზის და კლავიატური. მაგან გაუწევ. მაგანაც აიტაცა, ხო, მეგონი ან გააკეთა გავრცელებაში ვირიშვილური როლი შეასრულა და აი ეს ხო უკვე ანანიზმია უკვე. ეს ხო რაღაცა დეცკისადება. როგორი ანანისტებიც არიან ეს, თუნდაც ეს ღამბაშიძე, ვინც ამას აუწევს. ფილოსოფოსი ხუია მაგას. ფილოსოფოსია? ხო, ნუ გურისა ფილოსოფოსი უნდა ერკვას და ღამბაშიძეს? კარგი. ეხლა მსოფლიოში ყველაზე კრეტინი ადამიანი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ყველაზე ეხლა ერთი, იმიტომ რომ სოფლიოში ყველაზე კრეტინი ადამიანი უკვე საინტერესო ადამიანია. მესამე ადგილზე გასული სოფლიო დებილების ჩემპიონატში პატა ბურჯულაძე რას ამბობს? ვინ პატა? დაპატა. აი ჩვენ ძალიან მშვიდობიანად მოვდივართ, მაგრამ მოვდივართ საომრად. ეხლა ისე. თუ მინდა ჩვენ უკვე გამოცდილება გვაქვს, ყველა მიცის, რომ მათი ტაქტიკა არის შემოვარდებიან, დაიჭერენ ერთი 15 კაცი, შეაგდებენ თავისთან, galaqaven, ძემენ, გადაიყვანენ. აი ხო როგორც შემოვარდებიან ეს 15 კაცი შევისრულთავთ ამას, იქენ დარჩება -15 იქეთ. მე შემოვარდება კიდე 15, კიდე -15. აი ესე იქნება. ბატონმა პატამ გააჩერდა ხლა. ბატონმა პატამ წარმოგიდგა მონღოლების ტაქტიკა. მონღოლებმა როგორ დაამარცხეს თითქმის ყველა უძლეველი არმია, მათ შორის საქართველოს, რომელიც აქამდე უძლეველი იყო რამოდენიმე საუკუნე. უკან იხევდნენ, შეიტყვებდნენ და მე მეწინავე რაზმს, ავანგარდს, ასე ვთქვათ, ალყაში აქცევდნენ და ეს კიდევ ვინ დარჩა გარეთ? ვიღაცა გაურკვეველი ტიპები, აკასუკები და დვარნიაშკები 15 კაცს თუნდე მოიპარავენ, შეისრულტავენ და ასე შემდეგ. თქვენი შესრულტული თავიდან შესასრულტული ეგ ალბათ იცით. ბიჭო, მე რა მაინტერესებს? აი აბსოლუტურ ჩმორს, ჩმორობის განსახიერებას და რომელი არა ეგეთ? ეს განსაკუთრებული რომელი არა ეგეთ? და თან ეს საწყენია, იმიტომ რომ ღმერთმა სიმღერის ნიჭი მისცა, ქონდა და გაფლანგა აი ამ სიგიჟეებში და საიდან გამომდინარე იძახეს? გაუკეთებია რამე შემწოველი რამე. ვიღაცა მუთხრა. რა რომ სპასოვნები ვართ. ანუ შეიძლება უთხრეს რომ რაღაც დიდი უყურე, ესაა კაცი რომელიც სრული სერიოზულობით ჩვენ გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა რომ ჯერ ალტერნატიულ არჩევნებს გააკეთებდა შნურიანი ტელეფონებით. ხო. მერე ამ ტელეფონების იდეამ რომ ალბათ ის გაიქო რომ მაგნიტური ტელეფონი არ იქნება, მერე მობილური ტელეფონები და სოტოების რევოლუცია. და ბოლოს გადავიდა იმაზე რომ 4 ოქტომბერს საღამოსო შვიდობიანად დავამხობ ხელისუფლებას. კომანდერი, ანუ საველი მეტაური იქნება ეს. სადღაც ხო ჯდებიან ესენ ხდებიან და საუბრობენ იმაზე რომ ანუ ამ 4 ოქტომბერს რო ამბობთ რომ ამ გადატრიალებას შვიდობიან გადატრიალებას ვახორციელებთ. რა არის ინსტრუმენტები რა? ანუ სადღაც მედიაში რო კითხვა გაჩნდება ვიღაც ჩვენიანს რო გაუჩნდება კითხვა რომ რას ვშვებით. აბა რას ვშვებით და ამ ტიპებმა მოიფიქრეს რომ ვისრუტავთ. ხო. და შენ რო დავისრუტავთ. ანუ მოიც წარმოიდგინე შვიდობიანი დამხობის იმაში მდგომარეობაში ესენი დგანან რაღაც იმასავე სპარტანელებივით და ამათთან ისე რომ ესენი არაფერს არ აშავებენ ამ შვიდობიანი დამხობის ემოციას გამოხატავენ
მოდის დასარბევად არა სპეცრაზმი, არამედ რიგითი ტიპი და მე ამას ისრუტავენ და იქამდე ისრუტავენ სანამ არ დარჩებიან თვითონ უმრავლესობაში. ესეთია ხო გეგმა სწორად? არა, გეგმა არ ვიცი როგორია სხვათა შორის, მაგრამ ამ შესრუტვა იქამდე სანამ ესენი არ იქნებიან უმრავლესობა. შესრუტვა, ანუ ფილდკომანდერია და ნახოთ აბა ერთი მაგი ბრძოლის ველიდან რამდენ ხანში მოჰკურცხლავს. ლაშა ბუღაძე მეორე ასე ძალიან ჟესტოკი და ბრუტალური პიროვნება, შეიძლება გავუშვით. ელენე ხოშტარიას ქცევაც ხო ეს სიმბოლური აქტია. რას აზიანებს ელენე ხოშტარია უბრალოდ გვაჩვენებს რომ და სინამდვილეში ალბათ ეს არის მათთვის საშიში ელენე ხოშტარია თავისი ქცევით აჩვენებს საზოგადოებას რომ ნუ არ უნდა შეგვეშინდეს რომ აი დააწერა სოლიდარობა ესენიც მე აკავებენ ელენე ხოშტარიას და სინამდვილეში ამას ყველა ხედავს რომ ღმერთო ჩემო ნუ კარგი ეხლა რისთვის აკავებ ადამიანს რისთვის აკავებ პოლიტიკოს რომ რაღაცა დააწერა ანუ რა ძალა გაქვს ამ პოლიტიკოსობა ინდულგენცია აქვს ფლომასტრით მიაწევს აი ამას 300 რო დავაწეროთ ისე შუბზე დამაკავებენ არა იმიტომ რომ ფაქტის კონსტატაცია პოლიტიკოსი არა ვარ ფაქტის კონსტატაცია იქნება ეგ ხო ამიტომ მე მგონი თვითონაც არ ექნება პრეტენზია ხო არა მგონია რომ მივიდენ წაუშლელი ფანქრით რომ დავაწერო მე მაინც კიდე სხვა ის მინდა რა რომ ეს არის ქალბატონი ვისაც საუბრობს რომელსაც ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება ფული ანუ ამაზე ეს სასტავი რომელიც კანკალებს ყველაფერ რუსულზე და შენ გახსოვს დასაწყის თემა პროსტივი რომ მოიხოდა და რეიტინგებში რო წინ წავიდა და ამათვის რო რეალურ საფრთხე გაიჩითა რა მანამდე ხო ის იყო ბუტკის ტელევიზია რა მაშინ გახსოვს ერთ-ერთი თემა რა რომ გაზპრომის ფულით კი ბატონო არიგებენ ხელფასებს და გაზპრომის ფულით მე მეუნებოდნენ რომ გაზპრომის ბოზვია რომ გაზპრომის ფულიო რა და რატო გაზპრომი მაგალითად და არა სიბნეფტი მაგალითად ტიპებს ყავთ ერთ-ერთ ლიდერად ხალი რომელსაც გადასტურებულად თვითონაც ვერ უარყოფს არა რა რუსეთს სახელმწიფო ბიუჯეტი ერთხელ ფული მორჩა მოდი მეგობრებო ანუ თანამშრომლობს რუსეთის სახელმწიფოსთან ძმაო საერთოდ მე პრობლემას ვერ ხვდები ხა დღეს იმან დაწერა მეორე დეგენერატი რო ყავთ ისიც ლაშა ოღონდ ბაქრაზე ხო მაგან დაწერა დღეს რომ კაროჩეო ანუ მე მეგონა რომ ეგ ხო რაღაც აკადემიკოსოს თუ რა აკადემიურ ხარისხში ხო ცდილობს რომ იყოს განაცდები და პარტიული ნაცი გახდა და ქალებზე თქვა რომ ხო აღარ მასუსტად ციტირებს ძალიან ამორალური ხო ნუ არც ერთ ლიბერალი არანაირ აი ყველაზე ვოუქ ლიბერალის მორალშიც რო არ ჯდება ისეთი რაღაც თქვა ქართული ოცნების მომხრე და ქართული ოცნების წარმომადგენელ ქალებს და მაგან გააძრო ეგ რომ კარჩო ეს ელენე ხოშტარიასო ეს ფულიო რომ ერცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდანო აბა რაო პუტინს დაუტოვოსო რომ დამატებითი артиლერიით შეარავო მაშინ ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო მაშინ ნუ ერჩით აბსოლუტურად ნუ ერჩით მომღერლებს რომლებიც სამთავრობო ორგანიზებებს კი უნდა მივიდნენ ესე იგი ანსამბლები მომღერლები იმღერონ კრემლის დარბაზში წამოიღან იქაური ფული იმიტომ რომ ნებისმიერი ფული ნიშნავს ვერ აშენებულ სამაგრს ვერ გაკეთებულ ავტომატს ნინო ქათამაძე როგორ იმაში არის გაჭედილი რა მოდი აუკრძალეს ახლა ამათმა რა ამათ ბაბს როგორც პაატავს შეიწოვეს ბოლომდე ხალი ჩაოლებრად ჩადიოდა რუსეთს ყველა ქალაქში და იქ მართავდა კონცერტს ამათმა აუკრძალეს ვეღარ შვება ამას და დარჩენილი არის მარტო აქ და უცებ აქეთ ხარ ეს ყავს წარმომადგენელი რომელსაც პირდაპირ ბიუჯეტიდან ერიცხება ფული. ხო, ორმაგისტრი. ეს კერძო შეკვეცას ვეღარ იღებს ბაურუსი. მაგრამ ანუ ერთ კიდე ეს ისეთ თემა, ბევრი უნდა შენ წარმოიდგინე, ბიჭო, სადმე რომელიმე ჩვენგანს ან ხარდამჭერს პარტიის ან წარმომადგენელს პარტიის იგრო გაუხედქონ. რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე ტიპის ფული ერიცხება 100,000 დოლარი კი არა, აი $20 აქვს ჩარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შენ ხვდები რას მოაწყობენ? აი ეს კიდე ერთი დასტური რომ გაყიდოს გადაცემა NTV-ზე. კი, პირველ თამარ ჩერგოლიაშვილი დაგარყოს, იმიტომ რომ ნუ ეხა მაგას კი გაყიდული. მოსულა და გაზპრომა მარტა რომ ჩაგვერიცხოს ფული. ხო? რა მოხდება, ხვდები? მაგრამ ნუ კარგი. მოდი ახლა ჩვენ გავუშვათ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ უბრალოდ ჩვენ ძალიან ბიჭი და კარგი ბიჭი გვყავს ერთი და ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
კარგი ვიდეო გააკეთა, თქვენ სამჯაროზეც გამომაქვს, შეიძლება თუ მოგეწონათ გავაკეთებთ ასეთ სერიალებს და ზოგიერთი პერსონაჟი ძალიან კარგად არის გაკეთებული. მეგობრებო, ჩართოთ ფირი. მამუკა ალეკოს რაიონს გავს რა? ეხლა მსგავსება იყო. ეს კარგია. ეს აღებებული როა, ეს არის მაგარი. ეს დიდი არაფერი, ესეც კი ბატონო. ეხლა არის მაგარი. ეს კარგია. გულბოზები. ეს კარგია, კი ბატონო. ეს არის მაგარი. ეხლა ეს არის მაგარი. შედევრია რა. ესეც კარგია. ესეც კარგია, გირჩით. კი ბატონო, მადლობა. მეგობრებო, აბა გამოხატეთ თქვენი აზრი, მე მგონი ზოგიერთი ობრაზი ძალიან კარგი იყო. ძალიან რეალისტური იყო, ამ შემთხვევაში რეალიზმს არ გულისხმობ ვიზუალურს, არამედ შინაარსობრივად ძალიან რეალისტური. კი ბატონო, კარგი ობრაზები იყო, მე ესე ვიტყოდი. ნახოთ, შემდეგ როგორ განვითარებას პოვებს და ჩვენ ალბათ მივხედავთ ამას. ლევან გოგიჩაიშვილი გაუშვათ, აბა. რო ამბობენ რომ რაღაცა შეშინებულები არიან, ჩამოშლის პირას არიან. ეს ილუზიაა. ესეც ამის თქმაც არ შეიძლება. არც იმის გაგულიანება შეიძლება, რომ ეხა რაღაცნაირად უცებ რაღაცა მოხდება, ერთ დღეში რაღაცა მიაწვევი და სისტემა ჩამოინგრევა. როდესღაც ჩამოინგრევა, ამიწოლეთ ეს სისტემა, მაგრამ მე პირადად ვერ ვგრძნობ, რომ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. მე არ ვთქვი ამის. ხო, ეს გაუტეხეს ეხა ტელეპიროს და შესაბამისად ეს აღარ იქნება. რეზონი არის მონუმენტურობა აკლია, რომ დავესესხოთ მაჩვენებს. მონუმენტურობა აკლია, ეს იცი რა, ოდნავ მაინც ნაკლები პენისი თუ ხარ, მაგათ რიგებში ვეღარ ეწერები რა. ოდნავ მაინც გვიანოს თუ იტყვის, რომ აი 4-ში არ ამგონია, რომ გადატრიალება მოხდეს, მაგრამ 6-ში შეიძლება უკვე და უკვე ის არის, პრობლემა აქვს რა. საერთოდ გედი ფოფხაძეზე მონიტორინგი გვაქვს ჩვენ, რომ ყველა მისი გამოსვლა გავუშვათ ხოლმე რა. ბოლოს ისეთები აქვს. თინა ბოკუჩაო გაგას ოქტომბერზე მეგობრებო. ჩვენ შევქმნით იმ პარტიებმა, რომლებმაც ავირჩიეთ პრინციპული შეუგუებელი ბრძოლა და 4 ოქტომბერი ნამდვილად არის ძალიან საშიში და სახიფათო თარიღი ივანიშვილისთვის. ეს ასევე მეტყოლებს, როგორც მოგახსენეთ, იმაზე, რომ ეს არის რაღაც ბოლო ჟამის. რატომ არის საშიში და სახიფათო? პრინციპში ჯერჯერობით ხო კონკრეტულ გეგმებზე არ გისაუბრიათ, თინა. ლევანი სხვადასხვის დაჭერის წინ ჩემს ეთერში იყო, მან თქვა, რომ რამდენიმე დღეშიო მექნება კონკრეტულად რას ვაპირებთ, ამაზე საუბარიო. თქვენ ხართ ზოგადად ჩართული აი ამ საორგანიზაციო საკითხებში და საინტერესო შეკითხვა. რატომ შეიძლება იყოს საშიში? ძალიან საინტერესო შეკითხვა. აი ამ თარიღის და მშვიდობიანი დამხობის არის ასეთი სახიფათო თარიღი. მაგარი შეკითხვა დაუსვა. ივანიშვილი თქვენი აზრით? როგორც მინიმუმ 4 ოქტომბერი ვერ ამბობს არის თუ არა ჩართული ჩამოშლა და დელეგიტიმაცია მოხდეს შესაძლებლობა ეხა შესაძლებლობა გახდა არჩევნებად წოდებული პროცესის გასაგებია მეგობრებო ძალიან საინტერესო შეკითხვა დაუსვეს დაჟე შეუძლია თურმე ეკას ხანდახან ჭკვის ტვინის რომელკაცა ხვეულის გააქტიურება და საინტერესო შეკითხვის დასმა შენ ხარ ჩართული აი ამაშიო და ის მაინც გუმანით ერთი ადგილით მიხდა რომ არ უნდა აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა არის შესაძლებლობაო მე გადავლეს შესაძლებლობა 4 ოქტომბერი რომელზეც კაცო დუპატა დაბატა გვეუნება და ხაბე და მთელი ამათი შანტრაპა გვეუბნება რომ 4 ოქტომბერს სრულდება გადაჭრით გვეუბნებიან რაღაც ფაქტოლოგიასავით სრულდება ქართული ოცნება ჩვენ ვაყირავთ ხელისუფლებას მამას ამბობდა ის და კონტროლი თიკასთვის ეს ყოფილა შესაძლებლობა ხო ნელა უკან დაიხენა კი ბატონო საბაბუაძე რომელიც წავიდა პოლიტიკიდან დაუჯერა ძიკა წავიდა გაიგე ძიკა წავიდა ცუდი კაცი იყო ეგ ძიკა კარგად მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ როცა ქართულ ოცნებაში იყო და მაშინაც არ მევასებოდა სუგნიცონ მონდელა იყო ხო ის იყო შემოგზავნილი ლიბერალი დააფეთქებული მან კიდე დავატი კაი აი საბაბუაძე გავუშვით
მე ამიტომ საუბრობ შეგნებულად ბევრად უფრო ნაკლებს ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ მინდა საზოგადოებამ ფოკუსი მომავლისკენ მიმართოს, რა გჭირდება ჩვენ მომავალში, იმიტომ რომ ეს აწყო გაივლის 4 ოქტომბერიც გაივლის, მე არანაირად ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება მოგეხსენებათ, რომ არ მეწყინება, მაგრამ არ მაქვს გულწრფელად გეტყვით ამის მოლოდინი, იმიტომ რომ რევოლუციურ პროცესსაც და სხვა ტიპის პროცესებსაც აკლია ერთი მთავარი რამ, რაც ჩვენ თავდაპირველად ვთქვით, ეს არის ნდობა. ამ ნდობის აღგენა გასაგები, ანუ ადამიანი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს არ ელოდება არაფერს. 4 ოქტომბრის ვერ მომლოდინები, თქვათ შორის შერგოც არის ვერ მომლოდინებთან შორის, რომელიც ძახის რომ თარიღზე მიბმა რაღაც გარკვეული, მისი ხმარიც ეგრე ამბობს, თარიღზე მიბმა პროცესის არ არის სწორი და мотиваციას უკლავს. დისპეჩერი გაუშვათ, ლევან სამუშაო, კაია. ლევან სამუშაო ესენი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში მშვიდობაა. ამაზე მეტი უბედურების მომტანი ხელისუფლების მითვისებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარ თავს ხელისუფლება დაარქვეს, განა შეიძლება იყოს რამე. ნუ არ ვიცი, შახაბას არ გაუკეთებია, მე მგონი ქვეყნისთვის. მე იცი დისპეჩერი რატომ ევასება? იცი ჯერ-ერთი მახსოვს ძალიან ძველი ტუპოი შუტკა რა, შეჩემა და ჩემისჩემა დაგიმატა დისპეჩერმა. აი, სულ დისპეჩერი ხო იცი ესეთ წარმოედგინა, რომ ეს უმატებს ვიღაცას რაღაცებს რა და. მაგრამ შეიძლება ჩემი ესთეტიური ახირებაა, რომ ამ ჰაბიტუსის მქონე ადამიანი ვალაპარაკოთ ჩვენ ეთერში პოლიტიკაზე რა. ჯვარი, ზოგადად, ეხლა რამდენადაც შეიძლება არ ჟღერდეს მთლად ეთიკურად ვიზუალსაც აფასებ ადამიანი რა შედაუნებულად ხო გინდა არ გინდა ამიტომ მსგავსი ტიპაჟები ძალიან საინტერესო არის ასეთი სიხშირით რო გამოერევიან ხოლმე ამ არარსებულ ოპოზიციას როდესაც კითხეს გასაშვები მაგით ბოკუჩავას რო კითხეს ცოტა ხნის წინ აგერ ჩვენ ეთერში გაისმა ეს შეკითხვა რომ თქვენ ხო არ ახართ საორგანიზაციო კომიტეტშიო ბოკუჩავას კიდე რაღაც მუხრუჭები აქვს და არ უპასუხა ამ კითხვას მაგრამ სამოგეოდ აბსოლუტურად უმუხრუჭოა ანა წითლიძე რომელიც შეხედეთ რას ამბობს 4 ოქტომბერი არ არის ეს რაღაც კონკრეტული პარტიის, ხო? ეს არის პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი არიან. ჩვენ უბრალოდ როგორც რიგითი თანამებრძოლები ვდგავართ ამ ყველაფერში, მაგრამ გასმაგებულად მიმდინარეობს ორგანიზება 4 ოქტომბრის იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს ეს ხელისუფლება მშვიდობიანად ჩამოიშალოს და რეჟიმი დაემხო. ხო აი ჩვენ გაფიცებთ ხო вот еще одно место освободилось როგორც არის იმაში ნალავცა ის ვერ ბიჟით вот еще одно место освободилось როგორც დანელია ეს არ არის ოკუპანტური ფილმი ეს არის დავით დანელიას ფილმი მიმინო ციტატა მიმინოდან კი ბატონო ოკუპანტის ფულს იღებს ქალი რომელიც არის ამათ ერთ-ერთი ლიდერი რაღაც ინსტრუმენტს უკეთებ იმას კაი თენგო თევზაძე რომელიც ბიჭო არ ჩერგოა გასაშვები რა თენგო არასწორია ჩერგო არის ძალიან ჩერგოს ერთ ინსტრუმენტი გავაკეთე რომ ჩერგოს ყოველ გაშვებას მოსდევს მორალური პასუხისგებლობას იმიტომ რომ ჩერგო თავის ბევრ სიშლეგესთან და კორუმპირებულ ცნობიერებასთან ერთად და ამ მორალის სრულ დეგრადაციასთან ერთად აღმოჩნდა რომ არის პოლიტიკოსი ქალბატონი რომელსაც სხვისი თავისი ოპონენტის თან ნაცი ოპონენტის რომელსაც შესაბამისად ესეც სისხლის მიერ მტრად არ აღიქოს როგორც ხოს ნაცი ოპონენტის დაშინება და გაჩუმება შეუძლია იმ გზით რომ მისი მცირეწლოვანი შვილების ხელით ცადოს მათზე ზემოქმედებას მოხდენა, იმიტომ რომ რა ფაქტად ვიხსენებ ეს არის, როდესაც ვიღაცები რაღაცაზე გაიღადავდნენ, ნაცები და მცირეწლოვანი შვილი გოგო შვილების ფოტოები დაუდო და ჰარამხანაში გაამწესეო ესენია. ხო, ჰარამხანა არის ის და გარემში კარემში, ან გარემში. Brothel იცი რატო სარგებლობს რუსული სიტყვით გარემი ეგეც არ ვიცით კაი დეგენერატია მაგრამ გაუშვათ კი ბატონო Kuchis protestan lelo rashwashe lelo proces kuchis proces ხაზმამუ კახაზარაძეს შანსი ქონდა რომ თუნდაც სიტუაციურად ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო მისი რესურსიდან და მათ შორის ტელემედია რესურსიდან გამომდინარე ხო კი როგორ არიან თან რაღაც ფარსად მეორდება ყველა ისტორია რა ერთ სააკაშვილი ძახთა მაგას და ეხლა ფარსად მეორდება სააკაშვილის ისტორია რომ თავარი ოპოზიციური ძალები ჩვენ ვართ და ამ შემდეგ მაგისტვის რისთვისაც იღებს მონაწილეობას ამ ფარსში იმას ლაპარაკობს
ლაპარაკობს ოღონდ ესეც ფარსი იქნება იმასაც ვერ გაიმეორებს ვისაც ბაძავს სააკაშვილს ბაძავს სააკაშვილის მაგალითსაც ვერ გაიმეორებს იმიტომ რომ მაგაში ის კაცი მართალი იყო რომ ისტორია თუ მეორდება ფარსად მეორდება და ამ ფარს მიიღებენ როგორც კი იყო პირველი რაც შეუნიშნე იყო ეგ რომ რამდენად ცდილობდა რომ ხაზარაძეს რამდენად ცდილობდა მიებაზა სააკაშვილის პლაჟზე რო ქონდა პრეზენტაცია გახსოვს ხო და აქ ჩერგო ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს ეს სრულად ამორალური ადამიანი რომ მას ქონდა ის რესურსი რომ ოპოზიციის ლიდერი გახდა ანუ ოპოზიციის ლიდერობა ხვდები რა არის ვისაც მეტი ფული აქვს შესაძლებლად ის ხდება ოპოზიციის ლიდერი ამ შემთხვევაში მამუკას რესურსი რა თქმა უნდა ეგ არის იმიტომ რომ მე მედია დაამატა იფიქრებდი მარტო მედიაზე არის საუბარი მაგრამ მედია ცალკე გამოყო მათ შორის მედია რესურსი ანუ მთელი ოპოზიციური სპექტრის ცნობიერება არის მოწყობილი იმაზე რომ ლიდერი არის ის ვისაც ფული მოაქვს თუმცა ჩერგოს მდგომარეობა კატასტროფულია ვინ და ჩერგომ არავის არ უნდა დასცინოს იმიტომ რომ ძველი ბერძნებიდან მომდინარე არსებობდა ატომის ცნება ანუ ეს იყო პირველი დაუყოფელი ნაწილაკი რომელიც დაყოფას არ შეიძლება რომელიც იქმნიდა ნებისმიერ ნივთიერებას გამოხდა ხანი ატომის გაიხლიჩა ელექტრონებად, ბირთვად, პროტონებად, შემდეგ პროტონები კვარკებამდე დავიდა, კვანტებამდე და ასე მიდის დაყოფა. და რაც შეეხება პოლიტიკურ ველს, შეიძლება თუ არა პარტიაში ფრაქციების გაკეთება, ხო? ამ შემთხვევაში ბუნებას და ბუნების თანამედროვე ფიზიკას ხარიაობა ჩერგომ და დააყოთა ეს პარტია. ჯერ ერთი პარტია დაშალა, მერე დანაშლელი კიდე დაშალა და დადის ასე, აი კვანტი რა იქნება, ალბათ კვანტი იქნება თვითონ რომ დარჩება მარტო. ხო? და თავის თავს რომ დაუპირისპირდება ალბათ, ხო? მე მგონი ეხაც მდგომარეობაში არის, რა? არ ვიცი, აი ტიბემა დაარქვეს პარტიას ფედერალისტები. ხო. არა, იქ ვაფშე არავინ არ არის ამის გარდა. გახსოვს ამათ რო პოდკასტი ქონდა, რომელსაც კაციშვილმა არ უყურა, ანუ ამასთან აქვს პრეტენზია, რომ მაგარი კონტენტ მეიქერი არის, ხო, რაღაცა პულსი მაჯისცემა ესმის რაღაც ახალგაზრდობის, მათი ენის, სოფლიო ტრენდების და პოლიტიკაზე აღარ მაქვს საერთოდ საუბარი მაგაზე სხვა პრეტენზია. ტიბემა გააკეთეს ისეთი პოდკასტი, ამან და თავის ხმამ რაღაც გარაჟში რო იჯდნენ რა. ანუ ერთი ხო რო არ იყურებოდა თუ ვინმე თავისიანი ყავდა ესე ისიც არ უყურებდა ბიჭო ანუ 1000 ნახვა არ ქონდა ხოლმე YouTube-ზე ამათ პოდკასტის იმას ხვდები შენ ანუ YouTube-ზე რო 1000 კაცი არ გიყურებს ის პოდკასტი რა არის ხო არა დახურებაში არა ეს არის ატომიზმით ანუ დაყოფით გატაცებული პოლიტიკური ერთეულის დაყოფით გატაცებული ქალი რომელმაც მართლა კვანტების დონემდე დაიყვანა პარტია მან დაშალა ერთი დიდი პარტია, შემდეგ დანაშლელი დაშალა, დანაშლელის დაშლა მოასწრო და ასე შემდეგ. აუცილებელი არნიშნავს ჩერგოს ყველა წარმატებული პროექტი რეალურად წარმატებული პროექტი. არა. ფოთში. არა. რეალურად მეთქი. ეგ პანჯბობი რომ ეგ ტოპ თემა იყო და ოჩოფეხებიან მიგი ბაკურიასოს პანჯბობი, მიგი მაუს ოპა განგნამ სტაილ, ოეფოთი ოპა განგნამ სტაილ ხო გახსოვს? კი ბატონო, გოჯის ციხე გოჯზე რო ისა მიგი მაუსი ციხე გოჯის კონკურსზე რო უჭერდა მხარს და კაპიტანი ამერიკა და ბოლოს თქვა რომ ძალიან საინტერესო რამ თქვა რომ კარგიო ეხლა მე თუ ვერ მივახციე წარმატებას ფოთელ ბავშვებს ხო გაუსწორეო ხო და ხო ნუ ეხლა ძალიან არაღირული ბოლოს ამორჩა რომ ბავშვებს ჰარემში უშვებს თურმე ბავშვებისაც ისეთი მოწიწებით მიმართებათ მაგრამ ყველაზე რეალურად რო თქვა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე რეალურად ყველაზე წარმატებული რაც ჩერგოს გაუკეთებია არის ის სამზარეულო თემატიკის სატელევიზიო შოუ რომელიც შემდეგ გაზპრომმა შეიძინა და მან რასაკურველია ყოველგვარი მოიცადებს მორალური პანელი პანელი ჰილარი კლინტონის პანელი მე მგონი რაც შეუქმნია თქო ეგა მისი გამარჯვება ცხოვრებისეული რომ პანელზე იჯდა ჰილარისთან ერთად მარომაყაშვილის მაიკით მარომაყაშვილის მაიკით და შენ იჯექი სადმე პანელზე პანელზე ზოგადად არ სოდეს დარვა ჩერგოზანი ასხოვებით და მასმრისგან და ბევრი კაცი ჰილარი კლინტონმა არამწუ შეამჩნია და ხელი ჩამოაყო გვერდით დაისვა. კითხა ესო ვისმა ის რეალია და ამან მოუყვამა. მოუყვა ისტორია, всё, კი ბატონო. ხო, მაგრამ ანუ ის ყოველწლიურად გახსოვდეს რომ ლიაკა ხოშტარია რომელსაც რუსული რუბლები ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთის ჩერგოს აგრეთვე გაზპრომისთვის აქვს გადაცემა მიყიდული ეს არის 2000 ეგ საკითხი არის 12-13 წელი დაჟე ანუ ის კი არის რომ რაღაც 2008 წლის მოხდა ამბავი კი არ არის ანუ დაჟე მე მგონი ყირიმში შესულია რუსეთი ეგ პერიოდია დაჟე კი ბატონო მეგობრებო 14-ში შევიდა რუსეთი ყირიმში გელბახიანი ძალიან კარგად დავლენს რუსული იგავარაკების ცოდნის დემონსტრირებას ახდენს პუშკინის
ელება არ უნდა მომდება ეს ორი პარტია რისი იმედით გადის არჩევნებში მე არ ვიცი არც მინდა ვაწყენინო არც მინდა რამაც წენინებაზე არ არის მოდი დამთავრდეთ ეს არჩევნები შევაფასოთ სარგებელი ბიჭო ასვეჟი მაიკაცვია ხა პროპოზიციაზე აღარ აღარ თუ არა მაიკაზე შეხედე რა ფიგურები სადაც დადიოდნენ ეს ბიჭები არა იქ ეუნებოდნენ მხოლოდ არჩევნებით უნდა გადაწყდეს ყველაფერი და იმათ ესე ევროპელი მეც მაგას ვიძახე კი მაგრამ თუ შენ თვლი რომ არჩევნებით ზვიზანს ვერ მიაღწევ არ უნდა შეხვიდე პროცესში მაგრამ თუ თვლი რომ არჩევნები არის კონკურენცია და ერთი მანდატიც რომ მოიტყო იმითაც კი იწყებ ტრიბუნალურ ბრძოლას მაგრამ ეხლა რა არის იცით თოცა როგორც სურათია ესე როგორც კრილოვის ერთ-ერთი ლევის რა და შუქაებაზე ხო არა ხო ყველა სამსაკე თავის ეწევა აღარ მოძრაობს არაფერი წინ აღარ მოძრაობს და თანხმები ერთმანეთს ესე კუდები ხალხაშორის აი აქ თალგამსყვება ხო თალგამს ოჯახი რო თალგამს იშუპა არა ძმაო თალგამსყვება იმან უთხრა რებეზ რაკიშუკას ამბობო და ეს თალგამი ამოაძრეს საბოლოო ჯამში ხო და არ მაგას გეუნები ანუ ეგ რებეზი რაკიშუკაზე ყვება კაცო ეს არის ფიზიკის კანონი როდესაც თანაბარი ძალები ურთიერთდაპირისპირებლად მოქმედებენ არ იდრის ის რაზეც ეჭვდებიან ის ძალები და თალგამი კარგია კაცო მაგრამ მაგ სხვა რაღაცა არის მაგ თავარი პრობლემა თან ტოლსტოია თალგამი ხო ტოლსტოია არა კაცო ზღაპარია დედკაი რებკა კი ტოლსტოის ზღაპარია ტოლსტოის ზღაპარია რა ვიცი შეიძლება შენ უფრო კარგად ვიცი რა ვიცი ეს ახალგაზრდებმა რო კითხოთ ევროპელები ხარ რუსეთუმან გასაკურველი მეგობრებო მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ თვითონ ეს ფენომენი ამ კაცის გენიალური კაცის ჩვენი აკუბარდიასი ანუ ვინც მოდის და რასაც ამბობს დემონური ხმით ეთახმება გადავაყირავ რა თქმა უნდა გადააყირავ ძალიან მალე არაფერი არ იდრის არაფერი არ იდრის ანუ ვერავის ვერ უტეხავს ერთი ექსპერიმენტი ჩაატარო და ქართული ოცნების ტიპი უნდა მივიდეს და იმას დაეთანხმება ეკო ანუ რას ეს იმდენად მადლიერი რომ მასთან ვინმე მათ შორის არ უტეხავს დადის ანუ აბა როგორ წარმოგიდგენია შენ პოლემიკაში შევიდეს ანუ ის კაცს აღარ მივა ტელევიზია ხო დაიხურება ამ ტელევიზია დგას ვარერი გელბახის სტუმრობაზე აქუსთან კი ბატონო თენგო თევზაძე აი გაუშვი თენგო თევზაძე როგორ მაინც როდი სამ თენგოს გაუშვი თევზაძე არა ის თენგო პროსტა სამ თენგოს გაუშვი ბიჭო ანუ აი მაგრამ აინტერესებს თუ არსებობს დღემდე საქართველოში ისეთი ოჯახები ალბათ მრავლობით რთულსაც ქვია სადაც ანუ ყოველდღიურად რთავენ კავკასიაზე არა მე პირდაპირ შემიძლია გითხრა არა ხო არა ხო და ბიჭო ანუ რაღაც მართლა ისაა თქვა ანუ ვორტექსი არის დრო არის სრულად გაჩერებული ამ შენობაში და მაინც როგორღაც ტრანსლირებს და ჩვენს ყურადღებას ვაქცევთ სიცოცხლეითი კონტინიუმის გადახრა არის როგორც შესასწავლი არის კი ფიზიკოსების შესასწავლი არის კოსმოლოგების თენგის თევზაძე თენგო ჯანგოს პონჩი მინდა მოქალაქეებს ჩვენ საზოგადოებას ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და რეჟიმს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ უშეურიგდებით ამ კრიმინალების ბანდას. ისე როგორც არასდროს გულწრფელად მჯერა ამის და გულწრფელად ესეა, ვინაიდან ერთმანეთს აპატიმრებენ, ერთმანეთს უსწორდებიან ფიზიკურად, რეჟიმი ისე სუსტია როგორც არასდროს და გამარჯვება ისე ახლოა როგორც არასდროს. მე ამაში ვარ დარწმუნებული. სწორედ აი ესეთი ვირიშვილების ეგრეთ წოდებულ სიამბანდი იმედის მომცემი გამოსვლები დაგმეს ახლა ჩერგომაც და სხვებმაც, იმიტომ რომ ალბათ არის რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც დაიჯერებს ამის და რაღაც სიგიჟეს გააკეთებს, პატაბურჭულადეს. თუმცა მე მიჭირს ეს ადამიანების რაოდენობა ზუსტად თქვა. ხალხაშორის ძალიან ცოტა. როგორც აი კავკასიაზე რა კითხვაც დავსვი, ამ შემთხვევაში იგივე მიესადაგე, რომ აი თენგოს რომ მოусმენ და რა იმეს დაუჯერებ, ეგეთი ოჯახიც ძალიან საინტერესოა. მე გეტყვი 94 წლიდან 93 წლიდან პოლიტიკაში ან ვარ, ან ვაკვირდები, ან არჩევნებში მონაწილეობ ამა თუ იმ ფორმით, ხო, ან პიარში კი ვიყავი ან ასე შემდეგ და ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, ბევრი ვინმე მყავს ნანახი. ეგეთი სუსტი და გოიმური შემადგენლობა ოპოზიციისა, როგორც არის ეს. მე 90 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობის თითქმის ყველა ასპექტი სიგოიმის თანავარსკვლავი. მე იმას კი არ მომბობ, რომ
მაგალითად 90-იან წლებში არ იყო თუ ყველა ჭკვიანი და ნიჭიერი იყო და ორატორობის ბაზიც კი იყო. ორატორობის, მაგრამ რაღაც გარკვეული ქარიზმა ჰქონდათ, ბრუტალური შეიძლება. ან იმდენად საძაგლები იყო, რომ საინტერესო იყო, იმდენად საძაგელი ხალხი იყო, მაგრამ ეხლა ეს აბსოლუტური აი CRS ნაცრისფერი ხალხი, მომში რო ვერ ამჩნევ რა. აი მართლა ხა რეალურად ხო მაშინ იყო ედიკა. ხო. და სხვა კლასი. და ნუ რა ვიცი ხო სხვანაირი ხალხი იყო რა გურამ შარაძე იყო არა ეგ გასაგებია ედიკას დროინდელი ოპოზიციაც გასაგებია მაშინ ოპოზიციაში ვიყავ მეც მაგრამ აი მიშას დროს ოპოზიცია კარგი იყო ახსოვს შალვანათელაშვილი ანუ რომელიც კი უდიდესი კლოუნი რომელიც მაგის პარლამენტის ის ძველი მეგონი პირველი შეკრების პარლამენტის ის რო გამოსა სიკვდილით დასჯის შემოღებას რო ითხოვს ახსოვს კი ანუ მაგას რო უსმენ რაღაცა მოაქ რა ქარიზმა აქვს რაღაცა რა სიტყვის გიждები და რაღაცა დღეს ხო ხედავთ რაცაა საკრებულოს არჩევნებში მოუგო ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოს უმრავლესობა საკრებულოში გაიყვანა თავის ხალხი მაგრამ შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დაუთმო ან მიხიდა მიშას ეს ცნობილი ამბავია და ვერ შეინარჩუნა ვერა. ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა. სოფლიო ლეიბორიზმის ყველაზე შავი ლაქა არის ალბათ. შალვადათელაშვილი ანუ ლეიბორისტული გაერთიანებების იმა რო გაიგოს, რომ ანუ საქართველოში არსებული ლეიბორისტული პარტია რასაც წარმოადგენს, ანუ შრომელი რომისთვის არ არსებობს და მემარცხენე იდეა რო რა არის. ხო, ფულს იღებდა. ანუ ლეიბორისტი ხო ერქვა. ეგ სახელი. და ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქ ნათქვამი როგორ აშანტაჟებდა, ნუ რას აშანტაჟებდა ეს როგორ დააშანტაჟებდა, შანტაჟის ცდელობა რო იყო. გახსოვს ბიძინა ივანიშვილი პრემიერად რო დაასახელა გამორჩენის მიზნად. გახსოვს ეს პრემიერად ბადრისგანაც იღებდა ეგ ფულს ზუსტად ვიცი, მანაც იცის მის მქონდა ის ფული. თემაა რა შალვანათელაშვილი არის ერთადერთი კლოუნი ცალკე, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ხელისუფლებაში და რომელსაც მილიონები. აი ეგ იღებდა ბადრისგან იღებდა ფულს. ანუ ოლიგარქებისგან და მდიდარი ხალხისგან იღებდა, აშანტაჟებდა. მე ჩოჩელთან რომ მივიდა გახსოვს დააშანტაჟა, მიდიოდა, მიქონდა რაღაცა გატყავებული ცხარი მიიტანა. ხა ჩოჩელისაც სიმპათია საერთოდ არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გაგახსენოთ ვინ არის შალვანათელაშვილი, რატო დავიწყეთ მასზე ლაპარაკი, არ ვიცი, მაგრამ მიდიოდა, ჩაატარებდა რაღაც აქციას და შემდეგ ფულს ზალავდა. და ეს ამბები ძალიან ხშირია. მეგობრებო, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ დღეს მეგონი გაგაცინეთ, გაგამხიარებთ, ხვალაც ესე იქნება, ხვალაც გელოდებით 3 და კოში. ხალხა ხვალამდე.